ქრისტიანობა იწყება მაშინ, როცა ადამიანის სულიერ ცხოვრებაში სინერგიული პრინციპი ყალიბდება. რა არის სინერგიული პრინციპი? როცა შენი შესაძლებლობებით ღმერთისკენ დგავ ნაბიჯს და თანამშრომლობ, როგორც პავლე მოციქული ამბობს ღმერთთან და საკუთარ ნებას აწესრიგებ ღვთის ნების შესაბამისად. აი ეს როცა იწყება ადამიანში, უკვე ადამიანი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის ქრისტიანი. ადამიანი როცა ინათლება, ჩვენ ვიცით, ხო რა ხდება ნათლობი, ვიცით წმინდა მამებისგან ვიცით. თუ ადამიანი ძალიან გაფაქიზებული აქვს თავის შინაგანი სამყარო, შეიძლება არ არის გამორიცხული და თვითონაც მიხვდეს ამას, რომ როდესაც მოუნათლავ ადამიანში შიგნიდან მოქმედებს ეშმაკი და მადლი გარედან მოქმედებს და ადამიანი რო ინათლება, ადგილები იცვლება, მადლი გადაინაცვლებს ადამიანის მისტიკურ სიღრმეში, ეშმაკი არსად არ მიდის, ოღონდ ის გარედან უკვე იბრძვის. მაგრამ აქ არის ძალიან საინტერესო რამ, რომ მადლმა, რომელმაც შენში გადაინაცვლა და ჭეშმარიტად იწყებს რეალიზებას, რომ შენ ხორცი, სული და ღმერთი ხდები ამ სიტყვის უკვე ძალიან ძლიერი გაგებით, იმიტომ რომ მადლი უკვე შენი ცხოვრების განუყრელი, ანუ ღმერთი შენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება, ეს სულაც არნიშნავს იმას, რომ ადამიანს თავისუფალი ნება ერთმევა და მეცაც ვიტყვით. წმინდა მამები ესეთ რამასაც კი გვასწავლიან, რომ მადლი, რომელიც შენ შიგნით დამკვიდრდა, ფარულად გგიებს შენში და აშკარად თავს არ ავლენს და რატო ადამიანი თქვის არ ჯობია რომ გამოავლინოს აშკარად თავი, რომ შენი თავისუფლება არ შელახოს კვლავ. და მადლი ძალიან ფაქისად მიგანიშნებს, რომ შენს თავზე რაღაც დიდებული რამ ხდება და ეს ინტუიციაზეც მოქმედებს, შენს გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, შენს შინაგან მდგომარეობაზე და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ბევრ ადამიანს სანამ ის აირჩევდა რწმენას და სარწმუნოებრივ ცხოვრებას, მანამდე ეს გამოუცდია. ანუ ის რომ ღმერთი არის ჩვენთან და მადლია ჩვენთან და ვირწმუნეთ კიდევაც, ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, იმიტომ რომ კიდევ მეორებ უნდა დაიწყოს ღმერთთან ეს ერთობის სინერგიული პრინციპი, ღმერთი ჩემსკენ და მე ღმერთისკენ. და ხანდახან წინსწრებით მე ღმერთისკენ და მე ღმერთი ჩემსკენ, როგორც უძღებიშვილის იგავის შემთხვევაში გვაქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.